ამასობაში ირანში პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ ქალაქ აბდანანზე სრულად დაკარგა კონტროლი. ძალოვანების ნაწილი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა, ნაწილი კი გაიქცა ქალაქიდან. პროტესტი ირანში 11 დღის წინ დაიწყო. პროტესტი თეირანის ბაზრის მოვაჭრეებმა დაიწყეს არნახული ინფლაციის გამო, რამაც კატასტროფულად მაღალი ფასები და ზოგადად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ეკონომიკური პრობლემები სულ იყო, სანქციებისა და იზოლაციის გამო დეკემბრის სიტუაცია მაინც განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. პროტესტის შედეგად უკვე დაღუპულია 50-მდე ადამიანი. თეირანის ბაზრის მოვაჭრეები აქამდე ცნობილი იყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. ის, რომ მოვაჭრეებთან ოფიციალურ თეირანს ურთიერთობის გაფუჭება არც ახლა უნდოდა, ირანის ხელისუფლების რიტორიკიდანაც ჩანდა. ისინი აღიარებდნენ ეკონომიკურ პრობლემებს და იმას, რომ მოვაჭრეებთან ერთად უნდა დასცნენ და მოლაპარაკებები დაეწყო. ამავე დროს სტუდენტებსა და სხვა ჯგუფებს გარედან მართულ ძალად მოიხსენიებდნენ. აიათოლა ალი ჰამეინიმ ისიც თქვა, რომ უცხოეთიდან მართვათი ჯგუფების მიმართ დანდობა არ იქნება. მოკლედ ფაქტია, რომ პროტესტი, რომელიც დაიწყო ეკონომიკური მიზეზით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ სრულად გადაიზარდა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს უკვე ნამდვილად არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ბოლო პერიოდში. როიტერსის ინფორმაციით, აიათოლა ჰამენეი მოსკოვში წასვლის გეგმასაც განიხილავს. დღეს საღამოს კი უყურეთ ჩემს YouTube ვიდეოს, სადაც ვისაუბრებ ირანის შესახებ უფრო დეტალურად.